წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს ყოვლადწმინდის სამების ლავრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი კალანდია. დილომშვიდობის მამა გიორგი, მადლობა სტუმრობისათვის. საკვირაო სახარებაზე ვსაუბრობთ, რომელიც კვირას წაიკითხება ღვთისმსახურებაზე და პირველ რიგში რომ უთხრეთ ჩვენს მენელს, რომელი სახარება იკითხება, რომელი მახარებლისგან საკითხავი შინაარსი გავაცნობთ, ჩვენ თქვენ გამარტებას მოვისმენთ. კვირას წაიკითხება ლუკას სახარება, მე-13 თავი, 10-17 მუხლი. მისი შინაარსი შემდეგია მაცხოვარი ერთ-ერთ შაბათ-დღეს სინაგოგაში ასწავლის, იქ მყოფ საზოგადოებას, ნახულობს ადამიანს, რომელიც ქვედადრეკილია, უძულურია, ზე ახედვა არ შეუძლია, მოხრილია წელში, იმდენად რომ მას აღხმა სამყაროს იუჭერს და მოუწოდებს მას ქრისტე, დაადებს ხელს და ეუბნება, რომ ის განთავისუფლებულია იმ უძლურებისგან, რაც გააჩნია. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იქ ყოფი ზოგი საზოგადოების უკმაყოფილებას და რისხვასო ამ სინაგოგის მთავრის. რა თქმა უნდა, ამაზე საყვედურს იღებს სინაგოგის მთავარი და ხალხი, რომელიც იქ იყვნენ, ამის გამო ესე იგი შერცხვენილები არიან. მაგრამ უხაროდა საზოგადოებას, ვინც კი იხილა ეს უდიდეს სასწაული ქრისტესგან აღსრულებული. რა თქმა უნდა, ჯობია რომ ამ სახარებას თქვენ ნებართვით მივყვეთ. ცხადია. და ისე მუხლობრივად ვეცადოთ, რომ მისი შინაარსი გამოვცეთ. და ასწავებდა მათ იესოს შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაცხოვარი მიდის შესაკრებელში და ასწავლის იქ მყოფ საზოგადოებას. მაცხოვარი, რომელიც მოვიდა სიტყვა განკაცებული ღვთისა და ძე ჩვენი მაცხოვარი, რომელიც ღმერთია, რა თქმა უნდა, ის წმინდა წერილი, რომელსაც ის კითხულობდა მის შესახებ ცნობას, ფლობდა, იყო მასში ქრისტეს შესახებ, მაგრამ ეს აზრი და შინაარსი სამწუხაროდ ვერ გაიგო მაშინდელმა დიდმა ნაწილმა საზოგადოების. თუმცა პირადი მაგალითი აქ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ესეც ფაქტია, რომ ქრისტე პირადად რომ ურთიერთობს საზოგადოებასთან და ურთიერთობს მრევლთან შეიძლება ითქვას და საკუთარი ეს კეთილგანწყობა უძლურების მიმართ, მისი სიყვარული უძლურების მიმართ რამდენად დიდია, როცა ის ასწავლიდა, შემდეგი მუხლი მეუბნება, რომ დააჰაესერა დედაკაცი, რომელსათან იყო სული უძლურებისა. ესე იგი, ეს დედაკაცი წმინდა მამების მიერ შედარებული არის წარმართ სამყაროსთან, რომელსაც არ შეეძლო დაენახა ღმერთი. კი ამბობდნენ, ამხსენებდნენ ღმერთს და ვიცი ჩვენ წარმართებშიც იხსენიებოდა ღმერთი, მაგრამ არ იყო ჭეშმარიტება. ხოლო ჭეშმარიტება, სადაც არ არის, იქ წარმოუდგენელია, რომ ღმერთი სწორად შეეცნო. თუმცა ჩვენ როცა ამ დედაკაცზე ვსაუბრობთ, მაცხოვარი არ საუბრობს მასზე როგორც ცოდვილზე. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის შემთხვევა, როცა მაცხოვარი განკურნებს და ეუბნება, რომ მიგეტეო შვილო, შენ შეწოდებანი შენი. ამ შემთხვევაში მისი უძლურებანი, რაც მან დაინახა ქრისტემ, ამისგან გაანთავისუფლა, რამე თუ ის სულს ყავდა შეპყრობილი ამ უძლურების სულს. ასევე იყო წარმართი სამყარო. წარმართი სამყარო, რომელსაც თავისი ცოდვის გამო, თავისი არასწორი ხედვის გამო არ შეეძლო, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ერთი ღმერთი მიეღო ქრისტეს გარეშე. ხოლო ქრისტეს მოსვლამ მოგცა ჩვენ ეს ბედნიერება და სიხაული. ხოლო რაც შეეხება თვითონ ამ დედაკაცის მდგომარეობიდან თუ ვისაუბრებთ უძლურებაზე, მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როცა უძლურია, კითხვა უჩნდება ხოლმე, მეტა ეს უძლურება ჩემი დანაშაულიდან ხო არ მოდის. ძალიან დიდი ფაქტორია, ფსიქოლოგიური ფაქტორი, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი ცოდებისგან, ან შენი წინაპრის ცოდებისგან გაქვს ეს, რაც გჭირს. მაშინათვე მეტი მწუხარება მოდის ადამიანზე, უფრო მეტად ჭირს ხოლმე ამ დროს დაძლიოს ის თავის თავში არსებული ესა თუ ის უძლურება, იმიტომ რომ ჩვენ განარომლებით ჯანმრთელები ვართ, ვისაც გვაქვს იმის უნარი, რომ ხედავდეთ, დავდიოდეთ, ხელი გქონდეს, თვალი გქონდეს, განა ჩვენ არ ვცოდავთ. და ჩვენ რომ ამის სანაცვლოდ როგორც ვცხოვრობთ, ისე მოგვიგებოდეს, როგორი უძლურებით ვიქნებით, დაუძლურებული როგორი სნეულება გვექნება, ხო? ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, რომ ეს დაშვება რო იყოს. ამიტომ, როცა ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც რაღაცა ნაკლოვანება აქვს, მაშინათვე გონება არ უნდა გაგვექცეს იქითკენ და არ უნდა ვთქვა, რომ იცი რა, ცოდვილია ეს ადამიანი. წარმოიდგინეთ ეს
არასწორი ხედვა არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდში. თუნდაც ახლა ღვთისმშობლის ტაძრას მიყვანების დღესასწაულით გილოცავთ ყველას და როცა ღვთისმშობელზე მის მშობლებზე საუბარი იყო, რა ხანუშვილოები იყვნენ, ესე იგი ცოდვილები იყვნენ, არა და მართალ ადამიანებზე იყო საუბარი. და ეს შეცდომა არ უნდა იქნას დაშვებული და ეს დაღონება სადღაცა ფიქრობ რომ ამ ადამიანისა ეს დაღონება, რომელიც გარე საზოგადოების არასწორი აღქმიდან მომდინარეობს. იმიტომ რომ მე როცა მქონია ურთიერთობა დაუძლებელ ადამიანთან, მას მანუგეშებლად იმდენად ყავს ქრისტე და იმდენად ყავს ეკლესია, რომ ამ უძლურებაშივე შეუძლია ადიდოს ღმერთი. და სწორედ ეს ქალიც ამის მაგალითია, ხო, ის ადიდებს უფალს, ეკლესიაში მოდის. მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლია ზევით ახედვა და საშინელად მტკივა კიდევაც ეს მდგომარეობა, რაც მას გააჩნია, ის ეკლესიის წიაღშია, სხვაგან კი არ ნახა ქრისტემ, ეკლესიაში ნახა. ამიტომ ჩვენც უნდა ეკლესიაში უნდა ვპოვოთ სულიერი ნუგეში და ჩვენც ასევე იმ ადამიანებს, ვინც მსგავს მდგომარეობაში არიან ეკლესიაში, ჩვენ უნდა ვანუგეშოთ ისინი. და შემდგომ ამისა დაღონებული, ხო, 18 წელია ესე რო არის ეს ადამიანია, 18 წლიდან და იყო იგი დაღონებული და ვერ ეძლო ზეახილვად ყოვლითურთ. იხილა იგი იესო. განამანამდე არ ნახა ქრისტემ, განამანამდე არ იცის ყველა ჩვენგანის გული და ჩვენი მდგომარეობა, პრობლემა, მაგრამ ქრისტემ იხილა ჩვენ თვალთახედვის უფრო მეტ გულისხმიერებას გულისხმობს, ჩვენს რომ უკეთესად ხედავდე, ჩვენს კარგად განვიცდიდეთ გარემოს. ჩვენ ეკლესიაში მისულები, რა თქმა უნდა, კარგია, რომ საკუთარ ცოდვას ხედავდეს ადამიანი და ისე მიდიოდეს ეკლესიაში. მაგრამ როგორც კი ეკლესიაში მისული ადამიანი საკუთარ ცოდვასთან ერთად თუ ხედავს იმის შესაძლებლობას და საჭიროებასაც უნდა ხედავდეს, რომ რა ხდება მის გარშემო. რა შეიძლება ვიღაცას გაუკეთოს სიკეთე, რით შეიძლება რომ ვიღაცა ანუგეშოს. და ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ვიტყვით, რომ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. ნუგეშს. ახლა ნუგეში ძალიან ღრმა სიტყვა არის და გულის დასადებელს ნიშნავს, სულხან საბა ამბობს და შეიძლება ესეთ ნუგეში მხოლოდ ქრისტედან მომდინარეობს, მაგრამ ჩვენი ადამიანური თანაგრძნობის შესაძლებლობა ის აუცილებელია და ეს თანაგრძნობა უნდა გაგვაჩნდეს გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ და ნახარა იხილა ქრისტემ. ესე იგი ჩვენი ყურადღება მიაპყრო ამ ადამიანის მიმართ. მოუწოდა და რქვა მას, დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა. მოწოდება. ეს არის თავისუფალი ნების გამოვლენის, ესე იგი, შესაძლებლობა. მინდა მივალ, მინდა არ მივალ. კი არ გვაძალებს ღმერთი. სურვილი შენი უნდა ემთხვეოდეს ჩემს სურვილს, რომ მე მინდა კარგად ვიყო. და ღვთის სურვილი არის, რომ ყველა კარგად იყოს. აუცილებლად უპირობოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს უნდა რომ ყველა კარგად იყოს. ხოლო ეს მოწოდება ყველას მიმართ აქვს მაცხოვრს, ყველას მოუწოდებს, ყველას ეუბნება, რომ ის იქნება მათ და მანუგეშებლად. საოცარი ადგილია სახარების ის ნაწილი, როცა კეთროვანი ეუბნება, უკეთო გინდეს ძალგის ჩემი განკურნება. აი სხვა ადგილი სახარებისა, როცა 9 ნეტარებას წარმოთქვამს ქრისტე, იქ არის ეს მომენტი, რომ შენ თუ ესე იგი გინდა, შეგიძლია ჩემი განკურნება. აი ესეთ მდგომარეობამდეა მისული ეს ქალი. მე ესე წარმომიდგენია, უბრალოდ მას აქ სიტყვები არ აქვს და არ ჩანს მისი სიტყვები, მაგრამ მაცხოვრის მიმართ სწორედ ეს დამოკიდებულება უჩნდება მას, რომ შენ თუ გინდა, დამიძახებ და გამიკურნები, ზეთ ავიხედავ კიდევაც ჭეშმარიტებასაც ვაღიარებ კიდევაც და თუნდაც იმას, რაც ბოლოს შეურაცხყოფას ღებულობ ხო და საყვედურს იმასაც მივიღებ, არ არის პრობლემა, მაგრამ თავარია შენი მოწოდებით ხდებოდეს ეს. და დაასხნა მასზე და ხენი და მეხსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთს. ღვთისმადიდებელი ისედაც რომელზედაც ხელდასხმა მოხდა, როგორც ჩვენ წარმართები, როცა ვიყავით და არ ვიცოდით ქრისტე, მაგრამ ქრისტეს მოსვლით მისი ხელდასხმით ჩვენ აღვემართენით, მივიღეთ ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება გვიბყრიეს და ვიცით რა არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ვინ არის, ასევე ამ ქალმაც რომელსაც ხელდასხმა მიიღო, განთავისუფლდა აი ამ უძლურებისაგან. თუმცა აქვე სუფთა ადამიანური თვალსაზრისით უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ აი ეს ხელის შეხება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალბათ ყველა ჩვენგანს გვიგრძნია, ხო?
არის რაღაც ოფიციალური ურთიერთობა, სადაც შეიძლება ნაკლებად იყოს ადამიანი მეორე ადამიანთან რაღაც შემხებელობაში, მაგრამ არის ისეთი ურთიერთობა, რა ხა მოძღვართან რომ მიდიხარ რაღაც გულში ჩაგიკრავს თბილად მოგეპყრობა სიყვარულს გიჩვენებს, აი აქაც არის რაღაცა განსაკუთრებული მდგომარეობა ზრუნვა ადამიანისა, რომელიც შენგან ყურადღებას საჭიროებს და არ გაუგრის ქრისტე რა თქმა უნდა ამას დაადებს ხელს ნახახების დადება ვიცით ქრისტესგან ეს მადლის გადმოსვლა რომელმაც აღმართა და განკურნა ეს ადამიანი მიუგო შესაკრებლისმან მან ესე იგი ამის შემდეგ რა ხდება ხო ეხლა ამ განკურნების დროს როცა ალბათ უამრავი ადამიანი აღთოვანდა გაოცდა განსხვავდა იმიტომ ერთი კვირის ამბავი არ არის და ორი დღის 18 წელია რომ ეს ქალბატონი ამ მდგომარეობაშია და მიუგო შესაკრებლისმა მთავარმან რისხვით რამე თუ შაბათსა განკურნა იგი იესო და ეტყოდაერსა მაგას 6 დღენი არიან რომელთა შინა ჯერ არ საქმეთ მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათს ესე იგი აქ უკვე ხდება რა ის ადამიანი რომელიც ამ შესაძლებლობის მთავარია და რომელსაც თითქოს ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია იტყვება არ არის გულწრფელი ხო ახლა ნამდვილად არ არის მაშინ ადრეც მოდიოდა ეს ქალი რა პირველად არ არის კიდევ ერთხელ დარწმუნებულ ეკლესიაში და თუ მას უნდა და მისი განკურნება და შეეძლო მაშინ განკურნებდა ხო და ამ ქრისტეს მსახურებას ითვისებს ანუ ქრისტე მისი მსახურია და მისი ხელით მოხდა თითქოს ეს ყველაფერი და ამიტომაც რაღაცა ცდომილებისკენ მიუთითებს ერს ეს იგაცო შეიძლება რომ ქრისტე განკურნოს ადამიანი არ არის უცხო მაგრამ რაღაც დღეს როცა დღეს არის განსვენების დღე და თუ შაბათი იცით თქვენო ეს არის განსვენების დასვენების დღე ესე იგი 6 დღე შექმნა მართლა სამყარო მე 7 დღეს განისვენაო და სწორედ ამიდან გამომდინარე შაბათი ვიცით რომ განსაკუთრებულად ყურადღება ექცეოდა შაბათის დღეს უქმობას მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით რომ შაბათი კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის ხო და აქედან გამომდინარე შური ადამიანისა და რაც ყველაზე მტკივნეული ალბათ და ყველაზე მტკივნეულად განუცდია ჩვენს მრევლს რიგ შემთხვევაში ეს არის მრისხანება თუ ჩვენ რაღაცა ვიცით და ამ ცოდნას ანუ რაღაც ცოდნას რომელიც ეკლესიიდან მომდინარეობს მრისხანებით გადავცემთ ამის მიმღები ადამიანი არ არის ვერ მიიღებს და სამწუხაროდ ასე ბევრი დაგვიკარგავს და დღესაც კი სადღაც აი მდგომარეობაში იმყოფება ისე მიბრუნდეს თუ არა ეკლესიას იმიტომ რომ ისეთი მრისხანე ტონით შეიძლება მიიღო ის სწავლება რომელიც სიყვარულით ისწავლება რომელიც თავდადებით მაგალითით უნდა გადასცე ადამიანმა ხო ახლა მაცხوارი ამბობს დიდი ეწოდება იმას ვინც ყოს და ასწავლოს ანუ ჯერ პირველად უნდა იმოქმედო შენ რომ სხვისთვის მასწავლებელი გახდე და ახლა ის კიდე ნათქვამია რომ ყველაზე რთული ასწავლო იმას ვინც უკვე მასწავლებელია ამიტომ ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში იმყოფება და შურის მომენტია გესმით აი მიხვდებით რომ აი შურია რომ აქ შენ როგორ გააკეთე ისეთი რამე რომ ის გაკეთებაც მე არ შემიძლია და ამიტომ იქ მყოფ ადამიანებს საყვედურობს და ეუბნება რატო აკეთებ თქვენ ამას დღეს რატო განიკურნეთ და მაცხოვარს შესაბამისად აქ ამაზე თავისი პასუხი ეს პირდაპირობა მაცხოვრისა ჩვენთვისაც მაგალითია სადღაც საჭიროა რომ პირდაპირ ვიყოთ შელამაზების გარეშე ვთქვათ რომ ეუბნება ორგულო მიუგო მას იესო და რქვა ორგულო კაცად მან თქვენგან მან არა ახსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მართა და წარიბის და ასვის მას წყალი. ნუ ახლა ზრუნვაზეა საუბარი, ხო ახლა და ამით ამ ზრუნველობას როცა ცხოველის მიმართ იჩენ და საჭიროც არის რა თქმა უნდა სწორია მით უმეტეს ადამიანის მიმართ დღევანდელ დღეს რომელიც განსვენების დღე არის, რომელიც სიმშვიდის დღე არის, უქმობის დღე არის, რომელიც შენთვის სიხარულად უნდა იქცეს, სხვა ადამიანი, რომელსაც ტკივა და თუ მე მის მიმართ დახმარების გაწევა შემიძლია, როგორ უნდა გამაჩერო, ან როგორ უნდა უსაყვედრო იმას, ვინც ეს დახმარება და მოგეში მიიღო. ხოლო ესე ასული აბრაამის იყო, რომელიც შეეკრა ეშმაკსა. ახა ესე რა 18 წელი არის. არაჯერ იყო გახსნად საკრებელთან მათსა. დღესა შაბათსა. ნუ ახლა აბრაამის შვილობაზე მეუთითებს
მიუთითებს და ასევე ამბობს იმას, რაც არავის არ უთქვამს მისთვის, რომ 18 წელია ყოვლისწონდა ღმერთისთვის ეს დაფარული იქნებოდა, რომ იტანჯება ეს ადამიანი და ბოლოს უკვე აი ამ მხილების გამო, რაც მას მიიღო, ესე იგი ამ ორგულობისგან გამომდინარე, რაც ორპირობა არის ადამიანისა, რომელიც თითქოს ღვთისმსახურია, მაგრამ ამ დროს უკვე არ გამოდის ღვთისმსახურება, როგორ გამოდის, როცა არ გიყვარს მოყვასი, როცა არ გინდა მისი კეთილდღეობა. და ეს მდგომარეობა კიდე შეიძლება შევადაროთ რას, რომ როცა ადამიანი რაღაცა პოზიციაზეა, რაღაცა თანამდებობა უჭირავ, შეიძლება საეკლესიო თუ საეროვნო სადღაცა შურით შეიძლება მასზე უკეთესი კანდიდატი არ უნდადეს, რომ იყოს მის გვერდით სწორად საქმის გამკეთებელი და ესეთი ადამიანია, ხო, ახლა ორგულობს, იმიტომ რომ თითქოს ღმერთს ემსახურება, მაგრამ საკუთარ მსახურად უნდა რომ ეკლესია გაიხადოს ის გარემო, რომელშიც ის იმყოფება, ის შესაკრებელი და ის ხალხი, მხოლოდ მისი მადდებელები იყვნენ, მაგრამ ამ საყვედურს როგორც ჩანს, იქ ყოფი ადამიანები კიდე ის მის შესაკრების თავის ნათქვამ საყვედურს სხვებით შემოვერთდნენ, რომლებსაც შეერცხვა თუ ქრისტეს სიტყვების შემდეგ, ხოლო სხვებსა კი უხარო და რომელიც ამას ისმენდნენ აი ამ დიდ სასწაულს, რომელიც ქრისტესგან მიიღეს. ეს არის ის შინაარსი, რაც შეიძლება ვთქვათ, თუმცა აქ სახარების შინაარსი კიდე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვისაუბროთ ცალკე იმ ზნეობრივ სწავლებებზე, რომელიც აქედან გამომდინარეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ერთის მხრივ აღნიშნეთ მომენტი, რომ აი ის რომ მეატო ვერ შეძლო სხვა შეძლო და იმას კი არა რა მოხდა. სხვა შემთხვევაში ხდება, რომ აყვედრიან მაცხოვრ რატო შაბათს განკურნე და ასევე ვხვდებით ხო სახარებაში თქვენ სახსენეთ, რომ შაბათი შეიქმნა ადამიანებს და არა ადამიანის შაბათისთვის. აი ჩვენ რო გადმოვიტანოთ ჩვენს ყოფაში, ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სახარება უნდა იყოს ჩვენი გზამკვლევით, ხო? რა პარალელი შეიძლება? დღეს შეიძლება არავინ ამის გამო არავის არ აყვედრდეს შაბათს ან კვირას ან დილას ან საღამოს ნუკურნავას იკეთეს, მოაკეთებ, მაგრამ ხო რა ხშირად ჩვენშიც ეს მომენტი, რომ აი მე რაც ვერ შეიძლება სხვამ შეძლო და ამ შურის ან რაღაც ამ მომენტის გამო თითქოს სხვა მიზეზით ვაკვეთრით, არა და შინაგანი მომენტი ეს არის, რომ სხვა მაჯობა ან მე არა. კიდე რა პარალელები შეიძლება ჩვენს ყოფაში გადმოვიტანოთ? ხო, შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება და სწორედ ამაზე მინდოდა ხაზგასმა, როცა ვთქვი, რომ წარმატებული ადამიანი, საზოგადოებისთვის წარმატებული ადამიანი ხშირად განიცდის დევნას. დიახ. წარმატებული ადამიანი გულისხმობ რას, როცა ის ვინმეს ამჩნევს და სიკეთეს უკეთებს და ეს სიკეთე, რომელიც აუცილებელი იყო იმ ადამიანისთვის, ხშირად ხდება ამ სიკეთის აღსრულების მიმართ მე საყვედურის თქმა, რომ ესე იგი საზოგადოდ გააკეთა, დასანახად გააკეთა, ესე იგი თავის წარმოჩენა უნდა და უამრავ სხვადასხვა დავადებთ ხოლმე ადამიანს, რომელიც უბრალოდ უნდა რომ მეორე ადამიანს დახმარებოდა. ხა წარმოიდგინეთ ეკლესიაში მოსული ადამიანი, რომელსაც გვერდით ყავს გაჭირვებული ადამიანი და მას თუ ეხმარება, შეიძლება მრევლის მეორე ნაწილს ამის მიმართ შური გაუჩნდეს, შეიძლება იმას, რომელსაც ამის უნარი აქვს, რომ მასაც შეეძლო რომ დახმარებოდა. ხა წარმოიდგინეთ ეკლესიაში თუ ვინმე მეორე ადამიანს ეხმარება და ვფიქრობ, რომ მე რატო ვერ შევამჩნიე? შენ თავზე ხარ, თითქოს უკმაყოფილო რჩები შენი თავით, მაგრამ ამ უკმაყოფილობას კი არ აღიარებ. გიჭირს ადამიანური სისუსტიდან გამომდინარე და აბა ვიცი რა, მეტი ჭრულად აკეთებს ალბათ ეს თუ არა, ხარ ამგონია გულწრფელი იყოს. ამიტომ აი აქედან უნდა გამოვიდეთ, გესმით, აი გაგვიხარდეს სხვის მიერ აღსრულებული სიკეთე. მოგწონდეს ის, რომ ადამიანი ამჩნევს პრობლემას და ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის თავის ძალისხმევას არ იშურებს, ხო? ეს ყველა მიმართულებით შეიძლება ვთქვა და ყველა მიმართულებაში შეიძლება ესეთი პრობლემა არსებობდეს და ამის მიმართ ჩვენ რაღაცა ჩვენი სწორი პოზიცია გქონდეს. ერთი მომენტიც არის ხოლმე, მამა გიორგი, აი თუ რომელიმე წარმატებული ახსენეთ თქვენ შეიძლება ადამიანი აკეთებს, ესეც არის ხოლმე, ხო იმას აქვს და გააკეთებს, რატომაც არა, მეც რომ მქონდეს ვიზავდი. მაგრამ არ არსებობს ალბათ ადამიანი, რომ ერთი ჭიქა წყალი ვერ მიაწოდოს, ერთი ლუკმა პური ვერ მი, რაც ჩვენ ხო მოგვითხოვება ის რაც შეგვიძლია, იმაზე მეცხო არც ღმერთი და არც ხო არ მოგთხოვს არ შეგვიძლია, მაგრამ თითქოს ვაყვედერთ ხოლმე იმას აქვს და იმით ვაკეთებს და იმით მეც რომ მქონდეს მეც ვიზამდი. ეხლა მე ამ შემთხვევაში მახსენდება რა დამოკიდებულება. რამდენი ჩვენი ქცევა არის გამოსული იქიდან, რომ ჩემიანს გაუჭირდა. სამონტყოფოშია ვინახულე, იქ რაღაც ცხელი კერძი გამომზადე, მივიტანე საპრობილეშია და რაღაცა ან თანხა ჩაურიცხე თუ რაღაცა ოჯახს დავეხმარე რომ ისევ მას დახმარებოდა, იმიტომ რომ ჩემიანია.
და მაცხوارი ამბობს ესე ხო წარმართებიც იქცევიან რა. ამიტომ ამაზეა დაფიქრება ღირს ეს მომენტი რომ ის ვიღაცა რომელიც ახლა დღეს საუნდტროფოშია და შენ შეიძლება რომ რაღაცა ამის შესაძლებლობა გქონდეს კვირადღე არის მორჩი წირვა დასრულდა მადლობა ღმერთს ეზიარე გიხარია სულიერი ბედნიერება და ჯიბეში გაქვს რაღაცა ცირედით ახლა ხო ადგილად უნდა წყალი მიაწოდო და თქვა რომ აი კითხო ექიმს ხო უბრალოდ ვინ არის ისეთი რომელსაც შეიძლება რომ დღეს არ გქონდეს დიდი შესაძლებლობა და უბრალოდ ეს ჩემი სახელით მიაწოდეთ ამაზე დიდი სიხარულა იქნება ნუ დაველოდებით იმას როდის მე დაუძლურდები ნუ დაველოდებით იმას ან ჩემს გვერდით როდის იქნება ისეთი ადამიანი რომელსაც დახმარება დაჭირდება და მე იტყვიან რომ აი იცი რა ის დაეხმარა ხო არის აქაც ხო პატიმოყარების მომენტი ხო არ არის რა როცა გვინდა რომ ჩემიანს რაღაცა იმაზე მეტი შეუძლო და გაუკეთო მაგრამ სხვა უცხოს მიმართ ეს გვიჭირს რატო ის ჩემიანს როცა უკეთებ ჩემიანები ხედავენ და სადღაცა ჩემი ხო სკალა იმისა მაღლდება ხო უფრო მაღლიდან შემიძლია მე უყურო სამყაროს ამიტომაც უცხოებშიც ვეძებოთ უცხო ადამიანებში უნდა ვეძებოთ ისეთი რომლებიც არიან პატიმრები არიან აუმტყოფები არიან და თუნდაც მუგეშს სიტყვიერს რომ საჭიროებენ თანადგომას ესეთი ადამიანები ერთ მოძღვარს და ძალიან მენიშნა ის რომ დღეს გვჭირს საზოგადოებას ალბათ რომ ყველა ფიქრობს და საუბრობს ადამიანზე იმის მიხედვით თუ თვითონ რა განწყობით არის ზოგადად და რა არის მასში ხო კოკასაშიდან რაც არის იგივე გადმოდინდების ხო ეს არის და ასეთი ის ამბავი მოყვა რომ ღამციბნელეში აივანზე 3 ადამიანი იდგა და ერთი კაცი მიდიოდა სიბნელეში და ერთმა თქვა რომ ეს ალბათ ახლა ნახა ღამე სიბნელი კარგი დრო იმისთვის რომ მოიპაროს და მოსაპარად მიდისო მეორემ თქვა რომ არა ალბათ სასმელი მოენატრა და მიდის დასალევათო და მესამემ თქვა შეიძლება სულაც გაჭირებული ადამიანის დასახმარებლად მიდისო და აი აქედან გამომდინარე ყველა მის თქვა რასაც ფიქრობდა რეალურად და შინაგანად რაც აწუხებდა ალბათ და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ როდესაც ვინმეზე რამეს ვამბობთ, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ნამდვილად ჩემი აზრია, ესე იგი მე ვფიქრობ ამას, შეიძლება მეც იგივე გავაკეთო, რაც ვთქვათ, ვიფიქრე იმ ადამიანზე. ამიტომ მნიშვნელობა აქვს ის სიტყვის ძალა, სწორედ რაც თქვენ ახსენეთ, რომ რას ვიტყვი მე სხვაზე, შესაბამისად, იგივე არის აბსოლუტურად ჩემი სურათი. და შეგვიძლია სხვა ის რაც თქვენ ძალიან კარგია შეგვიძლია საკუთარი თავის სწორად დანახვა და ამ სწორად დანახული თავის მე სწორად გამოტანა საზოგადოებაში ესა ძალიან მნიშვნელოვანი კიდე იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხა ის მანკიერება რომელიც ჩვენში არის ყველაფერი ამის გამოტანას არავინ არ ითხოვს ეს მოძღვართან ახსარებაში მაგრამ სწორად წარმოაჩინო საზოგადოებაში შენი თავი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ თუ არ შეგიძლია კიდე საზოგადოებაში თავის წარმოჩენა რა მოეცდები იმაზე მეტი იყო ვიდრე მხარ და როგორიც ახარ ეს იყო სიმშვიდე წარმოჩენილი შენი თავი ეს სიმშვიდე რომელიც მომდინარეობს მეორე ადამიანის მხრიდან და უბრალოება რომელიც ამას თან აუცილებლად ახლავს სიმშვიდეს აი ეს არის ის რაც მე მანუგეშებს და შეიძლება ზოგჯერ მართლა სიტყვებიც არ იყოს საჭირო თუ ადამიანს არ შეუძლია ეს რომ იყოს მშვიდი მაშინ შესაბამისად არც ის არ შეუძლია რომ მე რაღაცა კარგი მითხრას მასწავლოს დამარიგოს გზა მიმითითოს და ასე შემდეგ იმიტომ რომ რისხანებაში ყოველთვის არის რაღაცა საკუთარი ეგო წინ წამოწეული ესე იგი მე მინდა რომ ჩემი თავი რაღაცა წინ წამოვწიო და იმიტომ ვრისხანებ თუ არ მინდა მე ჩემი თავი წინ წამოვწიო და ჩემი რაღაცა პირადი ემოციური ფონი ხო მაშინ თუ გეუბნები ძმაო ესე არ მოიქცე და ესე არ გააკეთო ამას სიყვარულით უნდა ვამბობდე და არ ამრისხანები და ამ შეცდომას როცა უშვებთ სამწუხაროა და არ დაუშვათ ვიყვარდეს ერთმანეთი უგუნესი მადლობა მამა გიორგი ყოველწმინდა სამების ლავრის იურის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მდელოსახური დეკანოზი გიორგი კალანდიაგვესაუბრებოდა